საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქართველოს სანავიგაციო სისტემას ქმნის. ქვეყნის მასშტაბით ყველა საკვებ გასართობ, დასასვენებელ და ისტორიულ ობიექტს აღწერენ. ეს მონაცემები მსოფლიოს წამყვან სანავიგაციო კომპანიებს გადაეგზავნებათ. მართალია საქართველოს რუკის ჩამოწერა მობილურ ტელეფონში დღესაც შესაძლებელი და ეს მონაცემები Google-ის რუკაზეცაა, მაგრამ ეს ინფორმაცია დაზუსტდება და უფრო დეტალური იქნება. ასევე შეიქმნება სპეციალური ეროვნული მობილური აპლიკაცია და საქართველოს სანავიგაციო რუკა ავტომობილების ბორტ კომპიუტერებშიც ჩაიტვირთება. ამ დროისთვის თბილისის აღწერა მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შემდეგ კი საველე სამუშაო სხვა რეგიონებში გაგრძელდება. აღწერის პროცესს ჩვენი ჟურნალისტი თამარ ბუბაშვილი დაესწრო. შარდენის ქუჩაზე ვიმყოფებით ჩვენ ახლა. დღეს ეს არის ის ქუჩა, სადაც საჯარო რეესტრის წარმომადგენლები სანავიგაციო სისტემისთვის სხვადასხვა ობიექტს აღწერენ. თბილისში რამდენიმე ჯგუფი მუშაობს ერთდროულად და ჩვენ იმედის დილა ერთ-ერთ ჯგუფთან ერთად გავატარებთ მთელ დღეს და ვნახავთ როგორ იქმნება სანავიგაციო სისტემა. მარიამმა და ნინომ ძველ თბილისში მდებარე ყველა ობიექტი უნდა აღწერონ. ადგილზე მისვლის შემდეგ კონკრეტულ შენობას სპეციალური პროგრამის საშუალებით დედაქალაქის რუკაზე მონიშნავენ. ამის შემდეგ პროექტის დეტალებს ობიექტის წარმომადგენელსაც განუმარტავენ. გარედან გადავუღებთ 3 ფოტოს და იქნება საიტზე ატვირთული ფოტოებთან ერთად, რომ მომხმარებელმა მოახდინოს, აი რომელი შენობაში არის განთავსებული ეს ობიექტი და რის გვერდზე. გასაუბრების შემდეგ გოგოები სპეციალურ კითხვარს ავსებენ. ინფორმაცია ზოგადია, მაგრამ იმისთვის საკმარისი, რომ თბილისში ჩამოსულმა ტურისტმა მისთვის სასურველ ობიექტს მიაგნოს. ვიწყებთ ინფორმაციის შევსებას, როგორიც არის მაგალითად მდებარეობა, რომელ ქუჩაზე არის მისამართი, საათების სამუშაო და ასევე ტელეფონის ნომერი საკონტაქტო, ვებგვერდი, ელფოსტა და ასე შემდეგ, რაც არის საკონტაქტოდ, ანუ ტურისტს დაჭირდება ნებისმიერ საქართველოს მოქალაქესაც კი. ყოფილა შემთხვევა რომ უარიც უთქვიათ, რა თქმა უნდა. ანუ არ უნდა და პირადი მონაცემების გაცემა, იმიტომ რომ თვითონ რომ არც ნავიგაციის არც ტურისტული რუკების არ იყო მათი საჭირო ამ ინფორმაციის გაცემა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თბილისში მდებარე ყველა კვებისა და სავაჭრო ობიექტს, ასევე ისტორიულ, კულტურულ და სპორტულ ობიექტს აღწერს. რუკაზე მონიშნული იქნება რეკრეაციული ზონები, ადმინისტრაციული შენობები, ბანკები და ბანკომატები, ბენზინ და გაზ გასამართი სადგურები. ასევე მითითებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი, ველოტრასები და საგზაო ნიშნებიც კი. პროექტის მთავარ არსს წარმოადგენს, რომ აღიწეროს საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი, როგორც გარე ტურიზმისთვის, ასევე შიდა ტურიზმისთვის, შეგროვდეს მონაცემები, გადამუშავდეს ევროპული სტანდარტებით და ეს მონაცემები მიეწოდოს ისეთ სხვა კომპანიებს, მაგალითად როგორც არის Google. ან მაგალითად როგორც არის ნავიგაციის ერთ-ერთი გიგანტი TomTom. ასევე ამ პროექტის მიზანია შექმნას ეროვნული სანავიგაციო აპლიკაციაც, რომელიც გამოყენებადი იქნება ყველა მოხმარებლისათვის, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში. უნებრივია ის ინფორმაცია, რაც Google Maps-ზე განთავსებული, ამ ინფორმაციის ნაწილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობის მიერ არის შექმნილი, მაგრამ მოითხოვს დეტალიზაციას. ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნა მიმდინარე წელს ბათუმიდან დაიწყო. უკვე დასრულებულია შავი ზღვის სანაპირო ზოლის, გარდაბნის, რუსთავის, გორისა და მცხეთის, ასევე მაგისტრალური საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთების აღწერა. საველე ოპერატორების მიერ შეგროვებული ინფორმაცია საბოლოოდ თავს აქ იყრის, სპეციალურ პროგრამაში განათავსებენ ამ ინფორმაციას, შემდეგ დაამუშავებენ, გადაამოწმებენ და საბოლოო სახეს მისცემენ. ამ დროისათვის ამუშავებენ ბათუმში, გორსა და მცხეთაში შეგროვებულ ინფორმაციას, საბოლოოდ პროექტი კი სავარაუდოდ 2 წელიწადში უნდა დასრულდეს. პროექტის საბოლოო დასრულებამდე დამუშავებულ ინფორმაციას საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან სანავიგაციო კომპანიებს პერიოდულად მიაწვდის. საქართველოს სანავიგაციო რუკა ავტომობილების ბორტ კომპიუტერებშიც ჩაიტვირთება.